ამასობაში სლოვაკეთში პიცო და აკაცუკოები იქნება ამ ვიდეოს თემა. Დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და Telegram-ზე. აგრეთვე გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. დავიწყოთ ახლა რა ხდება ამ სლოვაკეთში, რამოდენიმე კაცმა მკითხა რა და მოკლედ ეს პიცო ვერ მოკლეს რა, გადარჩა რა. ოდა რაღაც განსხვავებული პოზიციები აქვს ბრიუსელისგან, უკრაინის საკითხზე აქვს განსხვავებული აზრი. ანუ ყველაფერზე თავს არ უქნევს ამ ევროპელებს რა. და რა უნდა ქნა ესე დროს სტანდარტული ის რა არის, რა თქმა უნდა, მოუწყო მაიდანი. ყველაფერი ცნობილია, შემსრულებლები, სპონსორები, ესთეტიკა, ზუსტად იგივე ყველაფერი, რა ჩვენთან იყო. და ლოზუნგიც ეგ არის რა, ეს რა ქვია. სლოვაკეთი ეს ევროპაა. ვინ აყენებს ეჭვის ქვეშ რომ სლოვაკეთი ევროპაა, ევროკავშირის წევრია, ნატოს წევრია. რა შუაშია. რა უნდათ, აი სახებს დააკვირდით, ჩვენებს გვანან აი ერთ-ერთი რა. იქ დროშები, უკრაინული დროშები ფრიალებს, იქ ევროკავშირის დროშები. და პიცო ის არის პრორუსია თურმე პუტინისტი და რა ვიცი, რაღაც მიტინგებს უწყობენ, ახლა უნდათ რომ ჩამოაგდონ რა. რა თქმა უნდა, როგორც აქ არაფერი არ გამოვიდათ, იქაც არაფერი არ გამოვიდა. ჩემი აზრით რა. საკმაოდ მაღალი რეიტინგი და აქ პიცოს და ხალხი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს ახლა აკაცუკოები ვერაფერს ვერ უზავენ. აი ეგ რაც ხალხია მოყრილი, აი მის ნახევარზემიც რო ვკითხო, რამდენი სქესიაო, ხო, იგივე დაემართება ჩვენთანაც ემართებათ რა. ვისაც მოკლედ საერთო აზრი არ არის და თავის დამოუკიდებელ აზრს გამოთქვას და თავის ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იმ ლიდერებს ხო ყველას ცდილობენ რომ ჩამოაგდონ. ჩვენთანაც იგივე ხდება სლოვაკეთშიც, სერბეთშია რამდენი ხანი ესე უჩიჩის ის უნდათ. იქაც ევროპაში არ გვიშვებსო, სერბეთი რუსეთისკენ მიყავსო და აი ზუსტად იგივე რა ყველაფერი რა. ერთი-ერთი რა. აი ეს ლოზუნგებიც ახლა აქ რაც ჩანს ხო? ჩვენთან რაც იყო იგივეებია რა. ანუ ერთი წიგნიდან არის რა ეს ყველაფერი რა. ერთი სამეთოდო სახელმძღვანელოა, რომლითაც ხო აი ყველა ესეთი ის სარგებლობს და ხო, რა ქვია, კოორდინატორებიც ერთი და იგივე ყავთ რა და ანუ დამფინანსებლებიც რა თქმა უნდა რა. აი ესე გამოიყურებიან მოგეთ სლოვაკია კაცუკოები. აი ეს ხდება სლოვაკეთში მეტი არაფერი. ეგეთი ამბებია.